ოქროსფერი ასოებით საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა. პრაიმ თაიმმა წიგნის გმირის პრეზენტაცია გამართა. აგვისტოს ომში გარდაცვლილი 167 ჯარისკაცის ისტორიები რედაქციამ ერთი წლის განმავლობაში შეაგროვა. არც თუ ის შორეული წარსულის დეტალები საინტერესო და შთამბეჭდავია, ამიტომ ამ აქციაში მონაწილეობის მსურველიც ბევრი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ აი შედეგის სახეზეა შედგა ეს ყველაფერი, წიგნი დასრულდა. ხვალ არის ამ წიგნის პრეზენტაცია, დღეიდან კი პრაიმ ტაიმი იწყებს ხსოვნის კვირეულს, სადაც აი ამ ყაყაჩოს გულზე დაბნევით კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ჩვენ გმირებს სახელები და გვარებით, სახეებით ვიცნობ. ძალიან მიხარია, რომ გამოვიდა და ესეთი კარგია, არ ველოდებოდი ნამდვილად, რომ ესეთი დიდი და უმაღლესი ხარისხის წიგნი გამოვიდა და ნამდვილად სიურპრიზი არის. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვთვლი, რომ თითოეულ ოჯახს უნდა გააჩნდეს ეს წიგნი. აგვისტოს ომის გმირების ხსოვნის კვირეული დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი სიმბოლური გულსაბნევებითაც გამოირჩევა. დიზაინერმა ჯარისკაცების პატივსაცემად უამრავი ხელოვნური ყაყაჩო დაამზადა. მუსიკისა და დრამის თეატრის ეზოში ხსოვნის კვირეულის ფარგლებში კონცერტი გაიმართება. ნიკა მემანიშვილის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გია ყანჩელის პატარა იმდრეშ საქართველოში პირველად შეასრულებს. ჯგუფში მის ვოკალისტი მამუკა ღაღანიძე საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. ადამიანებმა, ვინც ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენ სოციალური ვართ დღეს იმისთვის თავი გაწერეს, ეს ადამიანები ალბათ გულში უნდა ჩავიწეროთ მათი სახელები და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. წიგნი ეს არის დოკუმენტი, სადაც ჩვენ შვილებს გადავცემთ ამ წიგნს. იმათაც უნდა იცოდნენ და ამათი გვარი სახელები და მოკლედ ეს არის დიდი საქმე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ გია ყანჩელს ნება დაერთო ჩვენთვის შეგვესრულებინა მისი ნაწარმოები გუნდის ორკესტრისა და სოლისტისათვის, რომელიც თავისთავად მისი შექმნის ისტორია დაკავშირებული არის ომთან და დაკავშირებული არის იმ ტკივილთან, რომელიც გამოწვეული არის ყოველთვის მსგავსი ვითარებით და ძალიან სევდიანი მუსიკა, რომელიც ჩემს აზრით ძალიან უხდება წიგნის პრეზენტაციას. საკმაოდ შრომატევადი იყო, იმიტომ რომ ყოველი კეთდებოდა ხელით, ძალიან ბევრი ადამიანი დაკავდა ამით. იდეა წამოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც ყოველწლიურად კეთდება ეს აქციები და ყაყაჩოები, რომელიც არის მაგნიტებზე, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ გავკეთებინა გულსაბნევები და ყოფილიყო სამფურცლიანი. პრაიმ თაიმის აქციას დღეს საგრებულოს დეპუტატები შეუერთდნენ. საგრებულოში საგანგებო სხდომა გაიმართა და მათ წუთიერი დუმილით გმირ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს. ყაყაჩო არის სიმბოლო სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლის. ყველა წიგნიერ ადამიანს კერძზე დაბნეული ყაყაჩოს ან უბრალოდ ველზე ყაყაჩოს დანახვისას შეუძლებელია არ გაახსენდეს არაჩვეულებრივი ქართველი პოეტის მირუნა ლობანიძის ცნობილი ლექსის ტრიქონები უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი. ის რომ ყაყაჩო არის სიმბოლო სამშობლოსათვის დაღებული სისხლისა და ის რომ აი ჩვენ ყაყაჩოები კერძზე გვაქვს დაბნეული, ნიშნავს იმას, რომ ყველა იმ მეომრის, ყველა იმ ადამიანის ხსოვნა არის ჩვენ გულებში. ჩვენ გულთან ახლოს. ასეთი გმირები ჩვენ ბევრი ყავს ნამდვილად, მაგრამ ის რომ 2 წლის წინ ის ადამიანები ჩვენთან ერთად დადიოდნენ, ცხოვრობდნენ თავი დადეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ჩვენგანისთვის საკრებულოს წევრი იქნება თუ ჩვეულებრივი ადამიანები თბილისში თუ სხვა ადგილას, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, ამას უნდა ქონდეს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველაზე უფრო დიდი, ასე ვთქვათ, წონა ამას აქვს ალბათ მომავალი თაობის აღდგისთვის, როგორ მივაძლევთ ამას ჩვენ შვილებს, ჩვენს თაობას. დღევანდელი დღიდან დაწყებული ეს ერთი კვირა, ეს უნდა იყოს ხსოვნის კვირა. რა შეგვიძლია ჩვენ გარდა იმისა, რომ ყველამ ერთად პოლიტიკური კუთვნილების მიღმა მივაგოთ პატივი იმ გმირების ხსოვნას, ვინც შეეწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მხრიდან საგრებულოს მხრიდან არის სრული მზაობა ამ კვირეულის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ყაყაჩოს სამი ფურცელი დღეს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიმაგრეს. სკრინინგ ცენტრისა და ლატარეის კომპანიის თანამშრომლები მოსახლეობას ოფისში ყაყაჩოებით ხვდებოდნენ. მთელი ჩვენი კოლექტივი ძალიან ემოციურად შეუერთდა ამ აქციას. იცით 2008 წლის აგვისტოში ჩვენ კიდევ ერთხელ აგვახსენდა და აგვერწმუნა იმაში, რომ თუ რამ ფასეული გაგაჩნია, ყველაფერი ერთიანდება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ცნებაში, რასაც ქვია ჩვენი სამშობლო. თუ მას საფრთხე ექმნება, ჩვენი ცხოვრებას კარგავს არის.
მისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ღვთისგან მოძებული მადლი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მივაგოთ პატივი გაყოფილ გმირებს. კიდევ ერთი გახსენება იქნება ნებისმიერ იმ ადამიანისთვის, ვინც ამ პატარა ყვავილს დაინახავს, გამლელის გულზე მიკრულს და აინტერესებს და კიდევ ერთხელ გაახსენება თუ რა მოხდა და არ იქნება ერთი ჩვეულებრივი მომენტი, ერთი ჩვეულებრივი გადაფურცლული ფურცელი ისტორიის და ყოველთვის ემახსოვრებათ ადამიანებს. სომის მიგება გმირებისადმი ეს არის ყველა საქართველოში მცხოვრები ადამიანის ვალი. ჩვენი ვალია გამოვხატოთ მათ და პატივისცემა, ხსოვნა მივაგოთ მას და ეროვნული სკრინინგ ცენტრი დიდი მოგრძალებით და მოწიწებით უერთდება ამ კვირეულს. რუსეთის აგრესიის 2 წლის თავთან დაკავშირებით მსოფლიოს 30-მდე ქალაქში რუსეთის საელჩოებთან ქართველების საპროტესტო აქციებს გამართავენ. ეს არის პროტესტი იმ ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ეს არის მიმართვა ადგილობრივი ქვეყნების მთავრობების და ხალხისადმი, რომ მათ კიდევ ერთხელ შეახსენონ თუ რა ხდება საქართველოში და არ მიცენ საშუალება მსოფლიო საზოგადოებრივ ყურადღებას, რომ მოდუნდეს და დაივიწყოს ის ამბავი, რაც ხდება საქართველოში. მსგავსი საპროტესტო აქციებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები გასულ წელსაც გამოვიდნენ. აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნა საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანას გააერთო.